ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს მეთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველოს ამინა. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო წაკითხული იქნა სახარება იგავი მეფის ძის ქორწილის შესახებ. რამდენჯერაც აი ამ იგავთან შეხება მაქვს ან წაკითხვა მიწევს სახლში იქნება თუ ტაძარში მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის მაფიქრებს ის უბრალოება, რომელი უბრალოებითაც გადმოცემული ამბავი და რა დიდებული სიღრმედებს მასში. აი ესეთი გახლავთ მთელი სახარება, მაგრამ ეს უბრალოება ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ იგაური ენისა. აქ არ არის ვერც ერთ იგავში, ვერც ერთ სახარებასეულ იგავში ვერ ნახავთ რაღაცა გამოგონილ, არ არსებულ რაღაცა პერსონაჟს, რაღაცა ფასკუნჯების შესახებ და რაღაცა ცხენკაცი როა რა ქვია იმას, ესეთი რაღაცები არ არის სახარებაში. ყველაფერი რაღაცა ძალიან მარტივია. ხედავს მაცხოვარი ვენახს და ვენახის შესახებ ამბობს, იგავს, ხედავს რაღაცა პურის ხანას და ამბობს თელსველის შესახებ იგავს, ხორცილშია და ხორცილის შესახებ ამბობს, იგავს და აი ეს იგავიც ნახეთ ესეთი უბრალოა, მაგრამ თუ რაოდენობით რმა არის, აი ახლა მე მინდა რომ თქვენი ყურადღება იქცეული იქნას რამდენიმე აუცილებელ დეტალზე, რომელიც უნდა იცოდეთ. იგავის შინაარსი ესეთია, რომ მეფე გადაწყვეტს, რომ თავის ძეს გადაუხადოს ქორწილი და გაგზავნის დამპატიჟებლებს თავისიანებთან. ვინ არიან თავისიანები? უნებრივია ის, ვინც მის დაქვემდებარებაშია და ისინი ვინც იცნობენ მას. თავის მეფისთვის თავისიანები ესენია, ვინც იცნობენ ახლა. ქორწილში უცხო ხალხს უარი პატიჟებით, ეპატიჟებით თქვენიანით. ისი არის ის მეფეს თავისიანებს ეპატიჟებით. მაგრამ არც ერთი არ მოდის აი ამ ქორწილში. კიდე მეორედ გააგზავნეს დაპატიჟებლებს და კიდე უარს ეთმიან ქორწილში მოსვლას. მაშინ ეუბნება თავიანთ მონებს, წადითო და ვისაც ნახავთო, კელობელი მათხოვარი, სადღაცაც ქუჩაში მჯდომარე დავარდნილი თუ ნებისმიერიო, სულ ყველა დაუძახეთ და ყველანი შემოიყვანეთ აქ. წავლენ მართლაც და შემოიყვანეთ და გაივსება ქორწილის სუფრა და ბოლოს, როგორც ტრადიცია იყო, შემოდის ამ ქორწილში ეს თვითონ მეფე და ხედავს, რომ ერთ ადამიანს არაცვია საქორწინე სამოსელი. და მიდის და ეკითხება, მეგობარო, შენო საქორწინე სამოსელი რატომ არ გაცვია? ეს დუმს არაფერს არ ეუბნება. მაშინ გაბრაზდება ეს პატრონი და ეტყვის, რომ მოკიდეთ ახლა ამას ხელი და გააგდეთო გარეთო, სადაც იქნებაო, სადაც არის მუდმივად კბილთა ხრჭენა და ბოლოს ესე მთავრდება ეს იგავი, რომ მრავალნი არიან მოწოდებულნი, მაგრამ ძალიან მცირედნი არიან რჩეულნი. ეს ძალიან მე დავამატე ხარ დამატება არ აქვს შეიძლება. მცირედნი არიან რჩეულნი, ესე წერია. ნახეთ, ხომ მარტივი ამბავია, მაგრამ ცოტა რამ გაუგებრობის გასაფანტად გეტყვით ახლა რომ თუ იმას დაუძახა მათხოვრებს და სადღაცაც ქუჩიდან შეკრიბა ეს ხალხი საქორწინო ტანსაცმელს რატო თხოვს ახლა ამას ახლა გეტყვით და მე ვილაპარაკოთ დანარჩენზე. იმიტომ რომ მაშინ იყო ასეთი ტრადიცია. ქორწილს ვინც მართავდა ის ქორწილს რომ აკეთებდა, ვისაც არ დაუძახებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს მაღალი თანამდებობის პირი იქნებოდა თუ უბრალო თქვათ მისი მეზობელი გლეხი, რომელიც თქვათ დედაღამ პანას ამუშავებს და არაფერი მეტის საშუალება არ აქვს, ერთი თოხი და ერთი ნაბადი გააჩნია, მნიშვნელობა არ აქვს. ქორწილის მეპატრონე ამ შემთხვევაში ცით რას აკეთებდა? ერთნაირ ტანსაცმელს ყიდულობდა და ვინც შემოდიოდა აი ამ ქორწილში, აბსოლუტურად ყველას აცმევდნენ აი ამ ტანსაცმელს. ეს არის ამ ოჯახის მასპინძლობის წესი, რომ მე ღებულობ ჩემს სახლში იმდენად შინაურად, იმდენად ახლობლად, რომ მე უნდა ჩაგაცვა საქორწინო შესამოსელიც კი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს, რომელიც აქ შემოვიდა, ბუნებრივია ამასაც ჩააცმევდნენ, მაგრამ არ ეცვა ქორწილში. ამიტომაც ეკითხება, მეგობარო, რატომ არ გაცვია შენი შესამოსელი? თუმცა კი ამაზე ცოტა ქვემოთ ვილაპარაკოთ. ეხლა ნახოთ, რა არის თვითონ, რა სიმბოლოა ეს ქორწილი. ქორწილი, რა თქმა უნდა, გახლავთ კავშირი, რომელიც არის ძალიან დიდი საიდუმლოებითი კავშირი, ხო? ცოლ-ქმრის შეერთებას რატო ქვია საიდუმლო? ქორწინების საიდუმლოს აღვასრულებთ ჩვენ ეკლესიაში. საიდუმლო იმ გაგებით კი არა, რომ მე რაღაც ვიცი და თქვენ არ გეუბნებით, არა, საიდუმლო იმ გაგებით, რომ უხილავად ისეთი მადლი გარდამოდის და ეს უხილავი რაღაცა კავშირი ისეთია, რომელიც ჩვენი თვალისთვის, ფიზიკური თვალისთვის ეს არ ჩანს, არ იხილვება. საფრთხო მადლი ესე ფიზიკური თვალით არ იხილვება ცირ შემთხვევაში.
ამიტომაც ეს კავშირი გახლავთ ამ შემთხვევაში სიმბოლურად ქორწილის ამბავს, რასაც გიყვებით, რომ მეფემ გაუმართა თავის ძეს, ეს არის მამა ღმერთის სიმბოლო, რომელმაც თავისი შვილი დააქორწინა ეკლესიაზე. რას ნიშნავს დააქორწინა ეკლესიაზე? ეკლესია ვინ ვარ? თითოეული ჩვენგანი ვართ და ჩვენი შეერთება მოხდა ქრისტესთან. და რა გზით? იმ გზით, რომ ის განკაცდა, კაცობრივი ბუნება მიიღო, აბსოლუტურად ისეთი, როგორიც ჩვენ გაქვს ცოდვის გარდა. ანუ შენ რა ბუნებითაც ხარ, ადამიანური ბუნებით, ყველაფერი იგივე გუნდა მას გარდა ცოდვისა, ცოდვა არ ჩაუდენია უბრალოდ. აი ერთადერთი ეს განსხვავება იყო. ამიტომაც ეს შეერთება, ეს კავშირი საიდუმლოებითია, რა თქმა უნდა. გამართა ეს ქორწილი და დაუძახა ვის? თავისიანებს. და ვინ იყვნენ თავისიანები? ვინც იცოდა რჯული. აი ამ მეფის წესები. მეფისთვის თავისიანები ვინ არიან? ვინც მის სამეფოში მის ბრძანებას აღასრულებს, ისინი არიან თავისიანები, ხომართალია. დათო ღმერთისთვის ვინმე ჯულს აღასრულებდა, ისინი იყვნენ თავისიანები და ესეთი ხალხი ვინ იყო? ებრაელები, რა თქმა უნდა. მაგრამ ებრაელებმა არ ისურვეს მოსვლა. არ ისურვეს მოსვლა და ამიტომაც ღმერთმა გადაწყვიტა დაუძახოს ყველას. განურჩევლად ეროვნებისა, განურჩევლად სქესისა, განურჩევლად კანის ფერისა, განურჩევლად ცოდვილობისა. იქ შემთხვევით კი არ არის ჩამოთვლილი ბრმანი, მკელობლები და ასე შემდგომ. იმ ბრმაში სულიერი სიბრმავე იგულისხმება, იმ კოჭლობაში სულიერი კოჭლობა იგულისხმება, რომელიც არ აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ გამართულად იაროს, სწორ გზაზე იაროს. აი, ესეთი სიმბოლოა, რომ დაუძახებს აბსოლუტურად ყველას. აბსოლუტურად ყველანი შემოდიან აი ამ ქორწილში. მაგრამ იქ აღმოჩნდება ესეთი გაუგებრობა, რომლის შესახებაც მე გითხარით, რატომ არ გაცვია საქორწინო შესამოსელი. მაგრამ ეს რაღაცა ის კი არ არის, რომ ჩვენ ახლა სიმბოლოებზე ვილაპარაკეთ, ის ებრაელი ერია, მე ეს წარმართიერია. აი დღევანდელ დღეს, კონკრეტულად დღევანდელ წირვაზე, როგორ შეიძლება გესმოდეთ იცით ეს იგავი? რომ ღმერთი მოდი შენთან და გეკითხება, მეგობარო, რატომ არ გაცვია საქორწინო შესამოსელი? ასე იწყებს შენთან საუბარს ღმერთი. ოღონდ იწყებს მაშინ, როდესაც შენ უგულებელ ყავი ეს საქორწინო შესამოსელი. და რას ნიშნავს ამის უგულებელყოფა, იცით? მოდიხარ ქორწილში, ქორწილია ეს. წირვა სხვა მეტი კი არაფერი არ არის, იქ რო წერია, რომ ყველაფერი გამზადებულია, დაკლულია, საკლავიო, რომ იგავში ესე წერია, რო ეპატიჟება, ესე ეუბნება, რომ ესე გადაეწითო ხალხს, რომ დაკლულია. ანუ ქრისტე შეწირულია, ქრისტეს სისხლით აღვრილია და შენ ამ შესაერთებლად მოდიხარ, აი ამ კავშირის დასამყარებლად მოდიხარ, ოღონდ როგორი შესამოსლით მოდიხარ. აქ უნდა მოხვიდე, უნდა დატოვო ყველანაირი შენი შესამოსელი გარეთ და შეიმოსო იმ საფრთხო მადლით იმას, რაც დასატოვებელია. ეს არის ჩვენი თავხედობა თუ მოცელღორობა, ტყუილი თუ ცილის წამება, განკითხვა თუ ამპარტავნება, სიანჩქრე თუ რა ვიცი რომელი ერთი ჩამოგითვალო. ადამიანი შემოდიხარ ასეთი და ამას კი არ ტოვებ კარებთან. ამ შესამოსელს კი არ განიძარცვალ, სურვილი კი არა გაქვს იმისა, რომ მოდი რადგანაც მოვედი მე და მიმიღეს ასეთ ქორწილში, მოდი ამ ყველაფერს დავტოვებ და ვეცდები რომ უკეთესი გავხდე. არა, ხანდახან პირიქითაა ფიქრი, რომ მე ასეთი ვარ და რა ვქნა ახლა ვეღარ გადავკეთდები. არ არის ასე. ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ღმერთს ერთ წამში შეუძლია ყველაფერი. შენი შეცვლა შეუძლია, ოღონდ შენზე არის დამოკიდებული ეს გინდა თუ არა, რატომ იცით რომ ღმერთი არავის კარებს არ ანგრევს, ღმერთი აკაკუნებს შენს კარებს. აი განსხვავება ეს არის. არ შემოგიგლეჭთ ესე კარს, რომ ახლა გავაღებდე ძალისმიერად ამ კარს. შეუძლია, მაგრამ არ იზამს ამას. შენს პიროვნებას ის პატივცემს, შენს გადაწყვეტილებას პატივცემს და შენი გადაწყვეტილება უნდა იყოს ის, რომ ამ შესამოსელს გარეთ დატოვებ, თუ შიგნითაც შემოიტან და კლავაც გააგრძელებ და თქვა შენი მეფე ყავს, შენი ღმერთი ყავს, რომელზედაც ვფიქრობ, რომ რა ვქნა კაცსა და თავხედი ვარ და ვეღარ შევეცდი. მითხრა ერთხელ ერთმა ადამიანმა, მე არ მჯერა, რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოსო და მე ვითხარი, ალბათ არაფერი არ წაგიკითხავს მეთქი, ხო, არც მხატვრული ლიტერატურიდან, არც სახარებიდან, არც წმინდანთა ცხოვრებიდან არაფერი არ წაგიკითხავს, მე ვხარი, თუ კი არ გჯერა, რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, შენ საერთოდ ღმერთის არ გჯერა. ამას მორწმუნე ადამიანი მეუბნებოდა სხვადასხვა.
მე შეეშინდა მიხვდა რაც მოუვიდა რაღაცა წამოროშვა მოუვიდა, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცის თქმა არ შეიძლება. მე ამისი არ მჯერა რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, ეს არის როგორ არ შეიძლება შეიცვალოს. მაშინ პავლე მოციქული ვინ იყო? არ შეიცვალა, პავლე საუნე გახდა. მაშინ მარიამ მეგვიტელი ვინ იყო? მეძავიდან წმინდანობამდე შეცვლა არ ხდება? თუ ისევე მეძავი გახდა წმინდა? არა. მეძავობიდან წმინდანობამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი და პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ცვლილება შეიძლება რეგრესიც იყოს და პროგრესიც ადამიანისთვის. ამიტომაც ნახეთ, ხორცელში ყველანი ვართ მოწვეულები. ხორცელში ყველანი ვართ დაძახილნი და ღმერთი როგორ სათუთად ეპყრობა ადამიანს. ნახეთ, მიდის მასთან და ეკითხება, მეგობარო, შენ რატომ არ გაცვია საკოცილი შესამოსელი? იქნება აღარ დარჩა და აღარ ეხოთ, იმიტომ რომ გაუთვალისწინებელი რაოდენობის ხუმრები მოვიდა. იქნებ გამოცვლა ვერ მოასწარე. იქნებ კიდევ რაღაცა სხვა მიზეზია და ამიტომ არ გაცვია. ამიტომაც ამ მეგობარს ამ შემთხვევაში მაინც უნდა გარჩენოდა რაღაცა ის სინანულის გრძნობა და ეთქვა და მაპატი მე არ ფიქრობდი ასე, მეგონა რომ მივიდოდი, ჭამდი, ვსვავდი, წამოვიდოდი და კვლავ იგივე ცხოვრებას გავაგზავნებდი, მაგრამ აქ ხედავ რომ ამ უცხო სახლში, ამ უცხო სამეფოში, რომელიც ჩემთვის უცხოა, მე თავხედმა ადამიანმა არც კი უნდა გამებედა აქ შემოსვლა და გავბედი აქ შემოსვლა და მიწოდებენ არა იმას რომ მონახარ ჩემი, არა იმას რომ ეხლა მე შენ ჩემ შესამოსელს მოგცემ და შენ სამაგიეროდ უნდა მომცე შენი რაღაცა ან ქონება, ან ფული, ან რაღაცა თანამდებობა. არა, ყველაფერი ეს შენთვის ალალი იყოს. ოღონდაც ერთი შეგეძლოს გულის ჩვენება, მადლიერება და თქმა იმისა რომ მადლობა რომ ამ ხორცელში დამპატიჟეთ. მადლობა რომ ამ მადლიერებაში მეც მაქვს რაღაცა წვლილი შესატანი და მეც მინდა გავიღო რაღაცა და მადლობა გადავიხადო თუნდაც სიტყვიერ და მართლაც ასეა. ჩვენ წირვის დროს, როდესაც ვიკრიბებით, ჩვენს მადლობას რითი ვიხდით? რამეს გვავალებს ღმერთი, ქონება მოგვაქვს აქვს, რაღაც ფიზიკური შრომა გჭირდება იმისთვის, რომ არა, სიტყვიერია ეს მადლობები, სამადლობები. ჩვენ სიტყვიერ მსხვერპლს შევწირავთ. შენთაგან, შენ და შემწირვები. ქრისტე იცირება, ჩვენ კი არ ვეწირებთ. ქრისტე იცირება კვლავ და ჩვენ სიტყვიერად შევწირავთ აი ამ სამადლობელ მსხვერპლს, რომ მადლობდეთ უფალსა და ამით იწყება ევქარისტიული კანონი. ამიტომაც ამ ადამიანს უნდა გასჩენოდა რომ მასთან კი არ მივიდნენ და კი არ უთხრეს რომ სადღაციდან მოთრეულო ეხლა მათხოვა რომ ქუჩაში რომ მიჯექი და ყაჩაღობდი თუ ვინ იყავი არ ვიცი და ეხლა შემოგიყვანეთ ამ ქორწილში რატომ არა სათუთად ეკითხება მას ღმერთი მეგობარო რატომ არ გაცვია საკონცინო შესამოსელი რატომ არ დატოვე შენი ძველი უვარგისი დაკონკილი შესამოსელი კარებთან და რატომ არ ჩაიცვი ის ახალი, რომელსაც მე შენ გთავაზობ, სრულიად უსასყიდოდ, უფრო მეტიც, შენ რომ ეს შესამოსელი ჩაგეცვა, მე ამისთვის სისხლი დავუყარე, მე ამისთვის ბევრი ვიშრომე, მე ამისთვის ბევრი რამ გავაკეთე და მიიღე ეს ჩემგან როგორც საჩუქარი, რომელშიც არაფერს არ გთხოვ საერთოდ. ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. ასეთია ჩვენი ცხოვრება დღეს. მოვედით ამ წირვაზე. მაგრამ კითხვა ისმის, მეგობარო, გვაცვია თუ არა ჩვენ საკონცინო შესამოსელი. ვღებულობთ თუ არა სამადლობელ მსხვერპლში თანამონაწილეობას ნამდვილი გულისხმიერი მადლიერებით, რომ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა. ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისათვის, ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენი მომავალი საუკუნო ცხოვრებისათვის გააკეთა ეს ყველაფერი. და ბოლოს სიტყვები რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობაში ბევრი პარადოქსია, ძალიან ბევრი პარადოქსია, რომელიც შეიძლება ადამიანის გონებისთვის გაუგებარი იყოს. მაგრამ აქაც კი პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ნახეთ როგორი რამ წერია, მრავალნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი არიან რჩეულნი. ანუ მოწვეული ვინ არის იცით? აბსოლუტურად ყველა. და რჩეული ვინ არის? ვინც ღმერთმა გამოარჩია? არა. მე. ჩვენ ვინც გამოვარჩიეთ, ის არის რჩეული. ჩვენ თუ გამოვარჩიეთ ღმერთი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რჩეული შენ მაშინ ხდები ღმერთისა, თუ შენ ისმენ ღმერთის სიტყვას.
თორემ მოწვეული ისედაც ხარ, მოწვეული მთელი სამყაროა, მთელი მსოფლიოა, მაგრამ რჩეული მაშინ გახდები მოწვეულთან ერთად. თუ კი ისმენ და ცდილობ აღასრულო ის სიტყვა, რომელიც სიტყვაც მისი ნება. და რა არის მისი ნება, რაშია სად არის გაცხადებული? მის მცნებაში. მის მცნებაში მისი ნებელობაა გაცხადებული და ამიტომაც ჩემო ზვიფასებო, მოწვეულობა არ არის საკმარისი. რჩეულობამდე მისვლა საჭირო და აი ამ რჩეულობამდე მისვლას სჭირდება მოსმენა ღვთის სიტყვისა, დაჯერება მისი უპირობოდ და თქმა იმისა, დიდება და მადლობა შენ დაუფალო, რომ მე არაღირსი გამხადე ამ დიდებული ქორწილისა, რომელსაც ქვია ევქარისტია და მე ვეზიარები ქრისტეს უხრწნელ სისხლსა და ხორცს. განვიძარცვავ ძველ შესამოსელს, შევიმოსავ ახალს, რომელიც იქნება ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი, დატოვება ყოველგვარი უზნეობისა და გაძლიერება ჩემი სულიერი ცხოვრებისა. ამინ. დალოცვით და გახარებული გავხდომოთ ქრისტეს მერწმე. თქვენთან ერთად